გამარჯობა, უნი პოდკასტის დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებთ სტუდენტურ სტარტაპზე, Glow-Up-ზე და დღეს სტუმრად გვეყოლება მისი დამფუძნებელი სოფია. გამარჯობა, სოფია. გამარჯობა. გაგვაცანი შენი სტარტაპი და მოგვიყევი რა იყო შთაგონება, რის მიხედვითაც შექმენი შენი დღიურები. ეს არის წიგნი, შეიძლება წიგნის დავასახელოთ, ან დღიური, ემოციების დღიური თინეიჯერებისთვის, ეს არის გზამკვლევი მათთვის, სადაც თინეიჯერს შეუძლია არა მხოლოდ გააზიაროს მისი ფიქრები, ემოციები, შიშები, გრძნობები, სურვილები თუ მიზნები, არამედ დღიურის თავაზობს სხვადასხვა ეფექტურ სავარჯიშოებს, ტექნიკებს, კითხვებს, რაც ეხმარება მას მაგალითად შიშების გადალახვაში, ემოციების მართვაში, დროის მართვაში, კომუნიკაციაში და ეს კომუნიკაცია არა მხოლოდ თანატოლებთან, არამედ უფროსებთან, რაც რეალურ ცხოვრებაში ცოტათი რთულია, რადგან თინეიჯერებს გონიათ, რომ მშობლებს მისი არ ესმით, თუმცა რეალურად შეიძლება ასე არც იყოს. დღიური გაყოფილა 8 მთავარ ნაწილად ჩვენი კვლევის და დაკვირვების შედეგად 8 მნიშვნელოვანი ნაწილი და რადგან დღიურში იმდენად ბევრი სავარჯიშო და ყველა სავარჯიშო საკმაოდ სხვადასხვა უნარებს ავითარებს, ამიტომ გაგაცნობთ იმ თავებს, რისგანაც შედგება ეს დღიური და დეტალურად რას ასწავლის და რას იპოვის თინეიჯერი ამ დღიურში. დღიური განაწილებულია 8 მნიშვნელოვან ნაწილად. ერთ-ერთი პირველი არის ახალი ეტაპი, როდესაც თინეიჯერი ეძებს საკუთარ თავს. თუ სად არის, რას აკეთებს, რა უნდა აქვს, რა უნდა გააკეთოს, როგორი მოქმედოს. არის ნაწილი, სადაც საუბარია რთულ პერიოდებზე და ემოციებზე, როდესაც თინეიჯერს ხვდება ესეთი სიტუაცია, აღმოჩნდება ესეთ რთულ პერიოდში, სიტუაციაში, როდესაც ვერ მართავს ემოციებს. მაგრამ დღიურის მიზანი არ არის ემოციის თავიდან აცილება. არამედ პირიქით, ამ ემოციის მიღება, სიტუაციის გაანალიზება და ემოციის მართვა თუ მას ეს სურს, რა თქმა უნდა. სავარჯიშოები იმდენად ეფექტურია, რომ ეს სავარჯიშოები გამოადგება არა მხოლოდ თინეიჯერობის ასაკში, არამედ მოზარდობისას დიდ ასაკშიც. ასევე დღიური სთავაზობს არის 3 თავი განათლებაზე, ოცნებებზე, მისწრაფებებზე და სურვილებზე. სადაც არის უამრავი სავარჯიშო და თეორია, რაც ეხმარება თინეიჯერს მიაღწიოს მის მიზანს, მაგრამ უბრალოდ მიზნების დაწერა და გვერდზე გადადება ესე არა. არამედ არის სივრცე, სადაც დღიური სთავაზობს კონკრეტულად ნაბიჯებს, ცხრილებს, რომ დაგეგმოს კვირით, თვეებით, როგორ მიაღწიოს მის მიზანს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ წიგნში არის, ერთ-ერთი არის მშობლებთან, უფროსებთან და მეგობრებთან კომუნიკაცია. რადგან მშობლებთან კომუნიკაცია ხშირად გონია, რომ საკმაოდ რთულია. ამიტომ დღიური სთავაზობს ისეთ სავარჯიშოებს, რაც ანახავს, რომ რეალურად ძალიან საინტერესოა მათთან კომუნიკაცია და არის სავარჯიშოები, რაც ახლოვებს მათ ერთად. და მეგობრების ნაწილი, რადგან ხშირად თინეიჯერები მეტად დროს ატარებენ მეგობრებთან, აუცილებელია ჯერ ვიყოთ საკუთარ თავის მეგობარი, დღიური ამას ასწავლის, რომ იყოს საკუთარ თავის მეგობარი და შემდეგ სხვა ადამიანების მეგობარი. და ასევე ბოლოს გართობაზე არის საუბარი, სადაც უფრო მეტად გამახვილებულია ყურადღება ჰობიზე. აი რა ახალი ჰობი, ინტერესი და სუპერძალა ეპოვა საკუთარ თავში. ჯერ კიდევ ბავშვობიდან მინდოდა რომ ყოფილიყავი ბიზნესვუმენი. მქონდა ძალიან ბევრი მცდელობა ამის, სამჯეროდ ხშირ ალბათ, მაგრამ რადგანაც არ მქონდა იმის ცოდნა, ჯერ ძალიან პატარა ვიყავი, არ მქონდა იმის ცოდნა თუ როგორ გავზარდო, უფრო მოკლევადიანი იყო ეს ჩემი სტარტაპი. ამიტომ, როდესაც გავიგე, რომ მაქვს შესაძლებლობა შევქმნა ჩემი პროდუქტი, ჩემი პირველი ნაბიჯი იყო ამისკენ. და რატო აირჩია დღიურების შექმნა, რაღაც არასტანდარტული სტარტაპი იდეა უფრო, ვიდრე რაც სტანდარტული, ხო? კი, სხვათა შორის ეს ისტორია ბავშვობიდან მოდის. ჯერ კიდევ 14 წლის ვიყავი, როდესაც დავიწყე დღიურების წერა. თუმცა, მაშინ როცა ვწერდი ამ დღიურებს, ჩემი მთავარი მიზანი არ იყო რა ემოციების გაზიარება, ან სავარჯიშოების პოვნა. უბრალოდ დღის მოვლენებზე ვწერდი, აი რა მოხდა სკოლაში. და შემდეგ მეგობრებით ვიკრიბებოდით, მეგობრები და ვკითხულობდით და ვიცინოდით, აი რა მოხდა გუშინ წინ. მაგრამ მე დროთა განმავლობაში ისე მოხდა, რომ ვიფიქრე ჩემს ემოციებზე დავწერო, აი რას ვგრძნობ, რატომ ვგრძნობ. შემდეგ ისე მოხდა, რომ დავიწყე სხვადასხვა სავარჯიშოების ძებნა, რომ რა დამეხმარება ამ უნარის განვითარებაში, ამ უნარის შეცვლაში. და წლების განმავლობაში დავიწყე დღიურების წერა და დღეს ძალიან ბევრი დღიური მაქვს
რაც რეალურად დამეხმარა სხვადასხვა პრობლემის თუ სირთულის გადალახვაში. და აქედან ვფიქრობდი, რომ დღიური, რადგან იყო ჩემი გზამკვლევი და დამეხმარა ბევრ საკითხში, მაშინ რატომაც არ იყოს სხვა თინეიჯერის გზამკვლევი და მასაც დაეხმარა სრთულ პერიოდებში. ხო, როგორ შექმენი, რა დაგეხმარა ამ პროექტის შექმნაში, შენ წამოიწყე თუ რაღაც დამხმარე ძალებიც იყო? კი, რა თქმა უნდა, დამხმარე ძალებიც იყო, ვფიქრობ, მარტო ძალიან რთული იქნებოდა, რადგან როდესაც არ გაქვს ცოდნა, ძალიან რთულია. ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ 2022 წელს, როდესაც ვიყავი წასული საზაფხულო სკოლაში. ამ პროგრამას ახორციელებდა გაეროს ასოციაცია, ერთიანობა მრავალფეროვნებაშია და ამ ბანაკში გავიგე სხვა ორგანიზაციაზე. ეს ბავშვთა სოფელი, რომელსაც ჰქონდა გამოცხადებული მცირე ბიზნესის საგრანდო კონკურსი, გადავნახე ჩემი შიშები და ვთქვი, სოფია ჯობია სცადო. არ გამოვა, არა უშავს. წავედი იმ ორგანიზაციაში, გავიარეთ გასაუბრება და ჩავერთე ამ პროექტში. მაგრამ ამ პროექტში კიდევ ჩართული არის სხვა კომპანიაც, ეს არის Mindworks-ი, ნინა ანდრიაძე არის მისი დამფუძნებელი. ეს არის კომპანია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ბიზნესებს, აქვს აქსელერატორი და ეხმარება სხვადასხვა ბიზნესებს, განავითარონ მათი იდეა ინოვაციურად, განსხვავებულად, განსაკუთრებულად და დაიწყონ მოქმედება. და უფრო კარგ შედეგებს მიაღწევენ. ზუსტად, აი ამ ორგანიზაციის შედეგად ჩემი დღიური დღეს არსებობს, რადგან მათი დახმარების გარეშე ძალიან რთული იქნებოდა. ამ ორგანიზაციის დამფინანსებელი არის გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტრო და ჰერმან გრაინერის ფონდი. და ამ ყველაფრის შედეგად და მათი დაფინანსების და დახმარების შედეგად ჩემი იდეა განვახორციელეთ დაახლოებით 2 წლის განმავლობაში. ძალიან საინტერესოა და გარდა ამ პროექტის შექმნისა, თუ მიიღე გაეროს ასოციაციის ბანაკში მონაწილეობით რაიმე სხვა უნარები? კი, სხვათა შორის აქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა პროგრამა, ერთ-ერთი ტუტორიუმის პროგრამა. ტუტორიუმის პროგრამა, რომელიც დიდი შესაძლებლობაა გაიცნო სხვადასხვა ადამიანები და სხვადასხვა კულტურებს. მაგრამ გარდა იმისა, რომ აი ეს ორგანიზაცია გაძლევს განათლებას, გამოცდილებას, არამედ უფრო მეტს აი ადამიანებს იცნობ, ავითარებს სხვადასხვა უნარებს, შესაძლებლობებს და ძალიან კარგი, როდესაც სტუდენტები ერთვებიან და ჩართული არიან ასეთ პროგრამებში, და ტუტორიუმის პროგრამა, რომელიც საკმაოდ კარგია. ხო, როგორ შეიცვალა შენი ხედვა სტარტაპებზე და არა მარტო სტარტაპებზე, ბიზნესის მართვაზე, ბიზნესის შექმნაზე ამ პროგრამების გავლის მერე? თავდაპირველად მეგონა, რომ სტარტაპი არის ძალიან ესეთი ზედაპირული საკითხი, უცბად რამეს იდეა გექნება, უცბად გააკეთებ და ყველაფერი გამოვა. რეალურად ესე არ იყო, იმიტომ რომ ამ სტარტაპს სჭირდება საკმაოდ დიდი შრომა. დაახლოებით 1 წელი უბრალოდ იდეას ვწერდით, იდეაზე ვმუშაობდით, რომ აი როგორ იქნება რა იდეა, ვისთვის არის, ვაკვირდებოდ თინეიჯერებს, რამდენად სჭირდებათ, რა მოთხოვნილება აქვს, რა სურვილები, რა პრობლემები აქვთ. ფინანსებზე რამდენი დაიხარჯება, რამდენია თვითღირებულება, როგორ გააკედიან თუ არა და საკმაოდ დიდი შრომა არის ეს 1 წლის განმავლობაში წერდით. მაგრამ მაშინ მეგონა, რომ ეს უბრალოდ იდეა გაქვს, 1 თვეში ყველაფერი მზად იქნება, რეალურად ესე არ იყო. და ამ პროცესში საკმაოდ ბევრი უნარი აღმოვაჩინე საკუთარ თავში, ბევრი შეცდომა, რასაც ვუშვებდი მაშინ და მივხვდი, რომ რაღაცები არ უნდა გავაკეთო, რაღაცები უფრო მეტად უნდა გავაკეთო. მადლობა. და მოდი გადავიდეთ ახლა უშუალოდ დღიურზე ვისაუბროთ და როგორ აღწერდით დღიურს იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველად გაიგო მის შესახებ? ხო, ამის აღწერა საკმაოდ რთული იყო ჩემთვის და ახლაც იმიტომ, რომ იმდენად ბევრი საკითხი ამ დღიურში, ბევრი თავი, ბევრი სავარჯიშო და თითოეული სავარჯიშო ავითარებს ერთ უნარს მინიმუმ. ამიტომ ძალიან რთულია ესე 15 წამში, მაგალითად, აუხსნა თუ რაზეა დღიური. ამიტომ ძალიან ხშირად ვიძახი, რომ ეს არის ემოციების დღიური თინეიჯერებისთვის, რაც ეხმარება თინეიჯერს იპოვოს შინაგანი სუპერძალა. და მე მეკითხებიან, აბა სუპერძალაში რას გულისხმობ? ამის შემდეგ უკვე ვხსნი, ვყვებით და ვსაუბრობთ, რომ აი ამ უნარებს ავითარებს, შედგება რთულ პერიოდებისგან, ემოციებისგან და ეს უკვე სიგრძნისულად ვხსნი. რადგან ზოგადად ადამიანებს გვიყვარს, როდესაც 15 წამში ყველაფერს ინფორმაციას ვიგებთ უცბად.
შედეგი რა არის, ისთვის არის, რატომ არის. თუმცა ეს ისეთი წიგნი და დღური რომ შეუძლებელია ესე მოკლედ ადამიანს აუხსნა თუ რისთვის არის. ამიტომ ყველაზე კარგი არის იპოვა შენი სუპერძალა. და ერთ-ერთი მახასიათებელი, რომელსაც გამოარჩევდი შენი აზრით. დღიურზე? დღიურზე. მე ვიტყვი იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი ყველასთვის არის, როდესაც თინეიჯერი კითხულობს ამ წიგნს, ის გრძნობს, რომ დღიური ინდივიდუალურად მას ელაპარაკება. ის არის როგორც მეგობარი, რომელიც ვერ ელაპარაკობს. უბრალოდ წერია, ის კითხულობს და ისეთი შეგრძნებებს ტოვებს, რომ ეს ზუსტად შენ გელაპარაკება, ეს შენთვის არის შექმნილი. ამიტომ ეს არის ამ დღიურში ერთ-ერთი უნიკალური რა. და რაც შევძლოთ, რომ შევიძინოთ დღიური. ამჟამად მხოლოდ ონლაინ იყიდება, ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია გავუგზავნოთ. თბილისშიც და რეგიონებშიც. ანუ რეგიონებშიც აქვს. კი. რატო გადაწყვიტა, რომ 8 ნაწილად დაგეყო? ანუ რაიმე მიზეზი გქონდა სპეციალურად, რაღაც განსაკუთრებული მიზეზები გქონდა, რომ 8 ნაწილად დაგეყო თუ უბრალოდ პრიორიტეტები დაახარისხე და მაგის მიხედვით 8 ნაწილი გამოვიდა? ჯერ ვაკვირდებოდი თინეიჯერებს. ვაკვირდებოდი სხვა კვლევების და გამომდინარე და ჩემ დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს საკითხები უფრო მეტად აინტერესებთ და ეს ამ საკითხებზე უფრო მეტად ფიქრობენ, ვიდრე სხვა საკითხებზე. კი, არის კიდევ საკმაოდ ბევრი სხვა საკითხი, რაზეც თინეიჯერები ფიქრობენ და სასურველი იქნებოდა, რომ აქ ყოფილიყო, მაგრამ ეს 8 ნაწილი არის ყველაზე მთავარი, მნიშვნელოვანი, რაც საჭიროა არ მხოლოდ თინეიჯერობის ასაკში, არამედ უფროსობის ზრდასრულ ასაკშიც და საინტერესო ის არის, რომ დღესდღეობით, როდესაც ვანახე ჩემს ახლობლებს უფროსებმა მითხრეს, რომ ეს გული ჩემთვის არის რა თინეიჯერი, ეს მე მჭირდება. ამიტომაც ისეთი საკითხები, რაც ნამდვილად ნებისმიერ ასაკის ადამიანს სჭირდება. როგორ ფიქრობ, რატომ არის გამორჩეული შენი დღიური სხვა დღიურებისგან და რა აქვს ისეთი, რასაც სხვაგან უბრალოდ ვერ იპოვიან მომხმარებლები? ნებისმიერ დღიურში თინეიჯერს შეუძლია რაღაც ახალი იპოვოს. ნებისმიერი დღიური ღირებულია, მნიშვნელობა არ აქვს ეს ჩემი იქნება თუ სხვისი დღიური იქნება, მაგრამ არის ბევრი სავარჯიშო, რაც შეიძლება სხვა დღიურში არ იყოს, იყოს ამ დღიურში. მაგალითად, მეგობრებთან კომუნიკაციის ნაწილში არის ესეთი სავარჯიშო, უარის თქმა. ხშირად უფროსებსაც გვაქვს ეს პრობლემა, რომ უარს ვერ ვეუბნებით ჩვენს მეგობრებს. აი, მაგალითად, თინეიჯერ ანას უთხრა მეგობარმა, რომ დავალება დამიწერე. თინეიჯერი ანა რაკნას უარს ვერ ეტყვის და ამიტომ ის ვალდებულად თვლის საკუთარ თავს, რომ დაიხმაროს მის მეგობარს. და დღიური ასწავლის ისეთ ტექნიკებს, ისეთ პასუხებს, რომ ამ დროს არც ანა იყოს მოწყენილი და გაბრაზებული, არც მისი მეგობარი და ბალანსი იპოვოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ არის საკმაოდ საინტერესო თეორიული მასალა და პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც შეიძლება სხვა დღიურებში არ იყოს. როგორ ახდენ კომუნიკაციას შენ სამიზნე აუდიტორიასთან, თინეიჯერებთან, ან თუნდაც უფროს ადამიანებთან, რაიმე კომუნიკაციის წყაროები თუ გაქვს, რითაც აწვდიხავ ინფორმაციას, ან პოპულარიზაციას როგორ ახდენ შენი პროდუქტის? ჯერჯერობით მხოლოდ სოციალურ ქსელში ვართ აქტიურები, ამჟამად ვფიქრობ TikTok-ის გახსნათ, რადგან თუ დავაკვირდებით, თინეიჯერები უფრო აქტიურები არიან TikTok-ზე და Instagram-ზე, ამიტომ ვფიქრობ, რომ იქაც ვიქნები ძალიან აქტიური, თუმცა ამჟამად აქტიური ვართ Facebook-ზე და ხშირად გვაქვს კონტაქტი მათ მშობლებთან, უფროსებთან, ბებიებთან, ბაბუებთან და თინეიჯერებთან მე პირადად მაქვს ხოლმე კონტაქტი და როდესაც დავდივარ ქუჩაში ან უცნობ თინეიჯერებს ხშირად მაქვს ხოლმე მათთან კომუნიკაციის ვამყარებ კომუნიკაციას მათთან, ვინტერესდები, აბა რამე კითხვებს ვუსმენ, ოღონდ ისე რომ თვითონ ვერ მივხვდი მე ვაკვირდები თუ რა პრობლემა აქვს, რა აწუხებთ, მაგრამ ძირითადად არის სოციალური ქსელი. როდესაც შექმენი ეს დღიური და დაბეჭდა და გამოეცი ხო? იმის მერე რაღაც ცვლილებები ან პროგრესი განიცადა და შეასწორე, ჩაასწორე, თუ იმ სახით დარჩა, რა სახითაც თავდაპირველად იყო? სხვათა შორის, როდესაც მე დღიურს წერდი 1 წლის განმავლობაში, შემდეგ აუცილებლად გავიარეთ 2 თვიანი შეხვედრა ფსიქოლოგთან. და ფსიქოლოგმა შეამოწმა ყველა სიტყვა და ყველა დეტალი მძიმე თუ წერტილი, რადგან მნიშვნელოვანია სიტყვები სწორად ავარჩიოთ. და არ იყოს ისეთი სიტყვა, რომელიც შეიძლება დააზიანოს თინეიჯერის მდგომარეობა.
მაგალითად სწორია, არასწორია, ნორმალური, არანორმალური ეს სიტყვები შეიძლება მაინც იმოქმედოს თინეიჯერს ან რაღაც ისტორია გაახსენოს. ამიტომ ჩვენ სანამ დავბეჭდავდით, მანამდე გავიარეთ ფსიქოლოგთან 2 თვის განმავლობაში ესე ვთქვათ შეხვედრები. და ზოგადად მე როცა ვწერდი დღიურს, ძალიან ბევრჯერ ყოფილა, როდესაც წერდი, კითხულობდი მეორედ აღარ მომწოდა ვშლიდი, კიდევ წერდი და ესეთი პროცესი ყოფილა 5-4 ჯერ. რომ წერშლი იქამდე სანამ არ გამოვა იდეალური. ამიტომ დაბეჭდის შემდეგ ცვლილებები არ მომხდარა, მხოლოდ მანამდე მომხდარა ცვლილებები. ხო, აი, ფსიქოლოგი ახსენე, ძალიან საინტერესოა, რომ ფსიქოლოგთან გაიარეთ კონსულტაცია, ხო? მაინტერესებს, შენ თუ გქონდა ფსიქოლოგიასთან რაიმე შეხება, გადაკვეთა, ან ხო არ სწავლობდი, ან საიდან მიხვდი, რომ ეს სიტყვები, რომელსაც არჩევდი დღიურის წერისას, ასე უნდა აგირჩია და იქ იყო მისაღები ფორმა. ფსიქოლოგიაზე კურსები მაქვს გავლილი, მოკლევადიანი, გრძელვადიანი არა და ამ კურსების შედეგად და წიგნებით სხვათა შორის, წიგნების ვკითხულობდი, ვიღებდი სხვადასხვა რჩევებს, ფსიქოლოგებისგან ვიღებდი რჩევებს სხვადასხვა, აი რას მირჩევდით, როგორ შეიძლება მივმართოთ თინეიჯერს. მოკლევადიანი კურსები გამივლია ფსიქოლოგიაზე. ესე სიგრძნისეულად რომ ვისწავლო, არა, თუმცა სურვილი მაქვს ამის. ხო. და აი შენი დაკვირვებით, ხო ახსენე, რომ დაკვირვებებს აკეთებ, ადამიანებს ეკითხები, მათ პრობლემებს და ყველაზე მეტად რა პრობლემები აქვთ თინეიჯერებს, ან რა მხრივ უჭირთ კომუნიკაცია ან თავის გამოხატვა. ხო, ეს საკითხი საინტერესოა, რადგან ეს ინდივიდუალურია, შეიძლება 10 თინეიჯერი იყოს აქ და 10-ს სხვადასხვა საჭიროება ქონდეს, თუმცა ხშირ შემთხვევაში არის რამოდენიმე რაც საერთოა. აი, ერთ-ერთს გამოვყოფდი, ვფიქრობ სტრესის მართვას. და აი, რას გულისხმობ აქ? ემოციების მართვა და სტრესის მართვა ერთდროულად. ყოფილა შემთხვევა და ნაცნობია ყველასთვის, როდესაც თინეიჯერებს ატარებენ სხვა ადამიანებთან, მაგალითად, დედა იძახის, რომ აი მეზობლის შვილმა 10-იანი მიიღო და შენ 8-იანი მიიღე ფიზიკაში. ეს უკვე მოქმედებს ბავშვობაში, ეს უკვე მოქმედებს თინეიჯერზე ბავშვობიდან, რომ აი მეზობლის შვილმა 10-იანი მიიღო და მე კიდე 8-იანი მივიღე, მაშინ მე არაფერი არ ვიცი, მოდი დავანებებ თავს ამ ფიზიკას და ეს უკვე დემოტივაცია და თინეიჯერს აღარ უნდა სწავლა და აღარ უნდა სწავლაზე ფიქრი, ამიტომაც ხშირად ესე თუდად რომ ვთქვა ზარმაცობენ. სტრესის მართვა ამას გულისხმობ, რომ მე უჭირთ უკვე პრობლემის მოგვარება, უჭირთ უკვე სწავლის გაგრძელება, უჭირთ უკვე საკუთარ თავის შეყვარება და საკუთარ თავში ის ინტერესის პოვნა. შეიძლება იმ თინეიჯერს იმდენად კარგი უნარი და იმდენად უნიკალური იყოს და განსხვავებული და განსაკუთრებული, მაგრამ როდესაც ის საკუთარ თავს ატარებს სხვებთან, შემდეგ უკვე ძალიან რთულია ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ამიტომ სტრესის მართვა არის ერთ-ერთი პრობლემა, რომ ისინი თითქოს იკეტებიან ოთახში. და აღარ გამოდენ, იმიტომ რომ უკვე თუ გამოვდნენ, უნდა შეადარონ საკუთარი თავი. მეორე პრობლემა არის კომუნიკაცია, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან ხშირად არის სოციალურ ქსელში, ხშირად ვატარებთ და ჩვენი კომუნიკაცია უფრო მეტად არის სოციალურ ქსელში და არა პირადად. ხო, ვფიქრობ, ამ ორს უფრო გამოვყოფდი. ემოციების მართვაც არის ერთ-ერთი პრობლემა, რაც სტრესის მართვაში შედის. ვერ ვმართავ ჩვენს ემოციებს. ხშირად შეიძლება ერთ წამს კარგ ხასიათზე ვიყოთ, მეორე წამს ცუდ ხასიათზე, მაგრამ რეალურად მიზეზი არ ვიცოდეთ, რატომ ვარ ცუდ ხასიათზე. რა არის ამის მიზეზი? უბრალოდ ესე ვართ. და ვერ ვაკონტროლებ ჩვენს ემოციებს და საკუთარ თავში ვერ ამჩნევენ იმ უნარებს, იმ ნიჭს, რაც რეალურად აქვთ და გონიათ, რომ წარმატება და წინსვლა არ აქვთ. მაგრამ რეალურად აქვთ, უბრალოდ ამას ვერ ამჩნევენ. და დღიური ეხმარება რომ შემჩნია, იპოვა და ამით იხმწვანელა. სამომავლოდ თუ იმაზე ფიქრები, რომ გააფართოვა შენი დღიური სხვა ასაკობრივ ჯგუფებზეც მოარგო, ან სხვა დღიური გამოსცა, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზე იქნება მორგებული. შეიძლება ცალკე კვლევა თუ რომელ ქვეყანაში შეიძლება დაუშვათ ეს წიგნი და იმ ქვეყანაში აქვს თუ არა მოთხოვნილება თინეიჯერებს. ასე ვფიქრობდი მშობლებზე, თუმცა ამასაც სჭირდება კვლევა, დაკვირვება თუ რამდენად აქვს მოთხოვნილება მშობლებს. ამჟამად ამ საკითხებზე არ მუშაობ, თუმცა სამომავლოდ ვფიქრობ. გაციფრულებას ხო არ გეკმო, იმიტომ რომ დღეს თითქმის ყველაფერი უკვე ციფრულია და
როდესაც ტელეფონში ხო, აპლიკაცია ექნებათ ამ დღიურის, შეუძლიათ რომ იქვე შეავსონ ნებისმიერ დროს, როცა დაჭირდებათ დღიურთან მუშაობა, რომ აი ვთქვათ, გასული ვარ მეგობრებთან ან უნივერსიტეტში, ხო? და მინდა რომ უცებ რაღაცები ჩავწერო დღიურში. ამოვიღებ ტელეფონს და როგორც ნოუთებში იწერენ, ისე რომ ჩაწერან მაგაზე ხარ ფიქრობ. კი, კარგი იდეაა სხვათა შორის, რომ ეს უცბად ამოიღო და რაღაც ჩაინიშნო. უბრალოდ ვფიქრობ, რომ დღიურის მთავარი ის კარგი ის არის, რომ თავად კალამი გიჭირავს და წერ და გრძნობა ამ დღიურს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უფრო თერაპია იმ მხრივ, რომ შენ გიჭირავს კალამი, წერ და გრძნობ თან ამ ყველაფერს თან იხსენებ. თუმცა კი, ტელეფონში წერაც საკმაოდ კარგი, როდესაც რაღაც უცბად მოვლენა მოხდება და ეს ჩაინიშნო. თუმცა ამაზე არ მგონია, ვფიქრობ. რა ეტაპები გაიარე იდეის შექმნიდან დღემდე, აი დასრულებული პროდუქტის სახით, როდესაც არსებობს ეს დღიური, ხო? ანუ თავიდან ხო გაჩნდა იდეა. მერე რაღაც ეტაპები ხო იყო, ალბათ რაღაც სირთულეებიც იყო, რამდენიმე დაბრკოლებაც შეიძლება ესე ითქვას და საბოლოო პროდუქტამდე როგორ მიხვედი? თავდაპირველად 2 თვის განმავლობაში გავიარეთ ტრენინგები ცხოვრების უნარების გაუმჯობესებისთვის და ჯგუფური მუშაობაში ვიყავით ჩართული. შემდეგ დაახლოებით 1 წელი მხოლოდ იდეაზე მუშაობდით. გავიარე კონსულტაცია მინა ანდრიაძესთან ერთად, თუ რა მომწონს, რა მინდა და აღმოჩნდა, რომ ჩემი ყველა ინტერესი რატომაც დღიურისკენ და წერისკენ მიდიოდა. ამიტომ გადაწყდა, რომ კი, დღიურის იდეა საკმაოდ კარგია, რადგან დღეს დღეობით თინეიჯერებს ეს სჭირდებათ. დავიწყეთ დღიურზე მუშაობა. რთული ის იყო, რომ საკმაოდ ბევრი იდეა იყო ერთდროულად, აი, მოდით ამაზე დავწერო, ამაზე დავწერ, იმ საკითხზე დავწერ და მე ძალიან რთული იყო ამის დალაგება უკვე დღიურში. ამიტომ ჩვენი ეს პირველი ნაბიჯი იყო, ჯერ ნაწილებად გავყეთ დღიური და შემდეგ ამ ნაწილებში ჩავსვით სხვადასხვა სავარჯიშოები, თეორია, პრაქტიკა. თეორია, რაც ძალიან საინტერესოა და როგორც თქვი, ნებისმიერ ასაკის ადამიანს ეს დაინტერესებს. ამ პროცესის შემდეგ თითქმის უკვირაში სამჯეროდ ხვდებოდით ერთმანეთს და მუშაობდით ამ დღიურს ხშირით, წერდით იქამდე, სანამ არ გამოვიდოდა იდეალური. კი, იყო რთული მომენტები, რთული პერიოდები, დროის ამბავი უფრო იყო, რადგან საკმაოდ დიდი შრომა ჭირდება ამ ყველაფრის წერას. თუმცა 1 წელი საკმაოდ დიდი დრო იყო. სხვა სირთულეებიც იყო, მაგალითად ამაზე სულ მახსენდება ეს ისტორია. როდესაც პროექტის დასრულების დღე იყო, 2 დღე დარჩა პროექტის დასრულებას, უნდა გავაგზავნოთ ბიზნეს გეგმა. მაშინ ვმუშაობდი და სამსხურდე რომ მოვედი 12 საათზე. გამისამ საათამდე დავწერ და გავგზავნი ამ გეგმას, ბიზნეს გეგმას თავისი ფინანსებით, იდეით, რა არის, რას წარმოადგენს, ისთვის არის. დავასრულე და ხვდები რომ წამეშალა. აღარ არსებობს ბიზნეს გეგმა. სად გაქრა და ვერ პოულობ. ჯერ შოკი მქონდა უწუთიანი, შემდეგ კარგად ვიტირე. მერე თქვი რომ სოფია, გავქორი გეგმა. ავგზავნი და დაასრულებ ყველაფერს, აიძინებ, უნდა გაათენაო და დაწერო ახალად ბიზნეს გეგმა. მქონდა რაღაც ნარჩენები პატარა, რაც დამეხმარა რომ სრულად დავწერო. დავწერე, ჩავიცვი და წავედი სამსახურში. ეს იყო დღე, როდესაც ძალიან ბედნიერი ვიყავი. და ეხლა როდესაც ვფიქრობ, მართლაც ეს იყო რთული, მაგრამ კარგი მომენტი, როდესაც შენ რთულ პერიოდებში პოულობ გამოსავალს. და ეს ალბათ დაგეხმარა შენ თავში რაღაც ახალი უნარების პოვნაზე და საკუთარ თავზე მუშაობაში, ხო? კი. და დღეში სხვათა შორის ამაზეც არის ძალიან ბევრი სავარჯიშო, რომ თვითონაც ესე მოიქცნენ, იპოვა საკუთარ თავში ის ძალა, ის უნარი. რადგან ნებისმიერ ადამიანს აქვს განსაკუთრებული უნარი და განსაკუთრებული ხასიათი, რაც მას განსაკუთრებულს ხდის. რა დრო დაგჭირდა, რომ ჩამოგეყალიბებინა ეს გეგმები, იდეები და მუშაობა დაგეწყო და დაგესრულებინა? 2 წელი თითქმის ჯამში. ცალკე ეს იდეები, ტრენინგები, განათლების მიღება ამ სფეროში, რომ აი როგორ უნდა შეფუთო ეს შენი პროდუქტი, როგორ უნდა გაანალიზო, ვისთვის არის, რატომ არის, როგორ უნდა დააკვირდე, შემდეგ ამის წერას, დამოწმებას ფსიქოლოგის მიმართ, ეს ყველაფერი თითქმის 2 წელი გაგრძელდა. კმაყოფილი ხარ მიღებული პროდუქტით? კი. ეჭვები თუ გქონდა შენი პროექტის ან შენი თავის მიმართ, როდესაც თავიდან იწყებდი მუშაობას? კი.
და როგორი იყო ეგ ეჭვები? აი არაფერი არ გამოვა. რადგან გჭირდება. კი, შეიძლება შედაგიხმარა, მაგრამ სხვას არ დაიხმარება. თუმცა მადლობა ნინა ანდრიაძეს და პროექტის თითოეულ ადამიანს, რომ ხარს მიჭერდნენ არამხოლოდ ამ საქმეში, არამედ ემოციურადაც. ხო, და ამ ყველაფრისგან ვისწავლე, რომ არა, ესე არ უნდა იფიქრო. ასე იმას ფიქრობდი, რომ თუ გამოვა, ესე იგი კარგი, თუ არ გამოვა, არა უშავს. გამოცდილებას მაინც მიიღებ. თუმცა ეჭვები ხშირად ადამიანების უმრავლესობას გვაქვს, რომ რაღაც არ გამოდის და არ უჯერა საკუთარი თავის. ეხლა რა შეგეძლოს დროის დაბრუნება და უკანო დაბრუნდა დროში, რას ეტყოდი შენ თავს, იმ სოფიას, რომელიც ეხლა იწყებდა მუშაობას Glow Up-ის პროექტზე? ისევე იქნეს ვიტყოდი. სცადე, თუ არ გამოვა, არა უშავს, თუ გამოვა, თუ გყავს რაიმე სამიზნეო კომპანიები ან ადამიანები, ვისთან თანამშრომლობაც გსურს, რომ უფრო წარმატებული იყოს შენი სტარტაპი? ვფიქრობდი ბიბლუსში რომ გაიკეთოს ჩემი წიგნი, ასე ვფიქრობდი კაფეებს, სადაც არის წიგნების თარო. ეს მკვლოდ რომ 7 ადგილი, სადაც შეუძლია თან კავის დალევა, თან დღიური წერა და ამის შეძენა. სხვა ჯერჯერობით არა, მხოლოდ ამას ვფიქრობ. შენი გამოცდილებიდან თინეიჯერებს მოუწოდე იმ მიზეზების შესახებ, რატოც უნდა დაიწყონ დღიურების წერა? თინეიჯერებს ვეტყოდი, რომ თუ ახლა გაქვთ რთული პერიოდი, ეს ყველაფერი არის დროებითი. ნებისმიერ რთულ პერიოდში შეიძლება ისეთი რაღაც ახალი და კარგი აღმოაჩინოთ, რასაც არ ელოდით. ამიტომ თუ გაქვთ რთული პერიოდი, უბრალოდ შედად იყავით და იცოდეთ, რომ აუცილებლად მოხდება რაღაც კარგი ამბავი და თუ გიჭიროთ თქვენ ეს დღური, აუცილებლად ის გამოგადგებოთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ, თქვენი ემოციები მართოთ და იპოვოთ შინაგანი სუპერძალა. და ბოლოს კიდევ ერთი რჩევა რომ მისცა იმ ადამიანებს, ვისაც უნდა დაიწყოს საკუთარი პროექტი, საკუთარი სტარტაპი, მაგრამ არ იცის საიდან დაიწყოს და თან ეშინიათ და ეჭვები აქვს საკუთარი თავის მიმართ, როგორ მოიქცეს, როგორ მოიმოქმედოს. რამდენიმე ხნის უკან შეგვხვდა ესეთი საინტერესო ვიდეო, თუმცა ავტორი არ მახსოვს და ვერ ვიტყვი. წარმოიდგინე, რომ სიკვდილის დღეა, ბოლო დღეაც შენი ცხოვრების წევხარ საწოლში და შორიდან მოდიან შენი ნიჭები, უნარები, შესაძლებლობები, ოცნებები, მიზნები აჩრდილის სახით. განაშეს გვერდით გაბრაზებულები არიან ძალიან და გაბრაზებული გეუბნებიან. ჩვენ მოვედით მაშინ, მაგრამ შენ უნდა აგისრულებინა და სიცოცხლე მოგვეცა ჩვენთვის. მაგრამ შენ არ გააკეთე. ახლა კი ჩვენ შენთან ერთად უნდა მოვკვდეთ. და ეს ვიდეო რომ ნახის და მაშრიალა და ვფიქრობდი, ვაიმე მართლაც რომ იდეაში ჩვენს გონებაში ხომ მოდის რაღაც იდეები. და ჩვენ რატომ არ ვაკეთებთ? კი, შიშები გვაქვს, მაგრამ ცადოთ, იქნებ გამოდის. თუ არ ვცდით ხომ არ გამოვა, 100% არ გამოვა. თუ ვცდით, ეს ხომ 50-50-ზე ან 20-80-ზე, თუმცა მაინც ამ მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ცდა ჯობია. ცადოთ, არ გამოვა. არა უშავს, გამოვა მთლად უკეთესი. მადლობა რომ გვესტუმრე, ძალიან საინტერესო გამოვიდა ჩვენი შეხვედრა. იმედია მაყურებლებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება და შენ სამიზნე აუდიტორიას მივაწვდინეთ ინფორმაცია დღიურების შესახებ. პირიქით მადლობა თქვენ რომ მომეცა შესაძლებლობა რომ მოვიდი აქ გავაცნო და გაგიცნობ თქვენს. მადლობა. ჩვენი ეპიზოდი დასრულდა. სოფიას სტარტაპის საკონტაქტო ინფორმაციას და სოციალური არხების მისამართებს დავტოვებთ აღწერაში, თუ დაგაინტერესებთ ესტუმრეთ და მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენ მხარდამჭერ კომპანიას იგრიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია UNILABS.